ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილი დასრულდა. მათ შორის უკვე ჩატარდა ზოგადი უნარების ტესტები აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აპლიკანტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ზოგადი უნარების ტესტში მონაწილე აზერბაიჯანულენოვანი აპლიკანტების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ტესტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი თქმით, 80 კითხვიანი გამოცდის 21 და 69 დავალებებში სხვადასხვა ლოგიკური და ტექნიკური შეცდომა იყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტების გამოქვეყნების შემდეგ აპლიკანტებმა ცენტრის Facebook გვერდზე კომენტარების სახით გამოთქვეს უკმაყოფილება, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რამდენიმე კითხვა ხარვეზების გამო არასწორად იყო ფორმულირებული. რეპეტიტორები, რომლებიც აპლიკანტებს ამზადებენ მისაღები გამოცდებისთვის, ამბობენ, რომ ეთანხმებიან ახალგაზრდებს და ტესტებში ნამდვილად იყო უზუსტობები. დიახ, ზოგადი უნარების ტესტებში 79 კითხვაში მექანიკური შეცდომა იყო დაშვებული. კერძოდ, სომხურენოვან ტესტში აპლიკანტს ეკითხებოდნენ 3 მთელი რიცხვიდან უდიდესს, რომელთა საშუალოდ საკითხშივე იყო მოცემული, ხოლო აზერბაიჯანულენოვან ტესტში რაოდენობა 3-ის ნაცვლად მოცემული იყო რამდენიმე, ანუ რაოდენობა არ იყო დაზუსტებული. ეს დიდი ალბათობით ტექნიკური შეცდომა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ექსპერტები მუშაობენ ამ საკითხზე და თუ დადგინდება ცდომილება, ყველა აპლიკანტს ერთი ქულა მოემატება. 2019 წელსაც იყო შეცდომა დაშვებული ტესტებში. კერძოდ, ერთ-ერთ კითხვაში 2 სწორი პასუხი იყო მოცემული, B და C. ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვან ტესტში გაუგებრად იყო ერთ-ერთი კითხვა. როცა სომხურენოვანი ტესტები შევადარეთ, აპლიკანტს იქ ეკითხებოდნენ 3 თანმიმდევრული მთელი რიცხვიდან უდიდესს, ხოლო აზერბაიჯანულენოვან ტესტში არ იყო დაზუსტებული რაოდენობა და 3-ის ნაცვლად ეწერა რამდენიმე. ანუ რამდენიმე თანმიმდევრული მთელი რიცხვიდან ეკითხებოდნენ უდიდესს. ამან კი ბავშვები დააბნია. ასევე 21 კითხვაში გაუგებრად იყო მოცემული აზერბაიჯანულენოვანი აპლიკანტებისთვის. კერძოდ, ვერბალურ ნაწილში საუბარი იყო გოგო ბიჭების განლაგებაზე და მოცემული იყო მათი სახელებიც. ერთ-ერთი იყო გოგონას ქართული სახელი მაკა, თუმცა აღნიშნული სახელი აზერბაიჯანელებში ჰქვიათ ბიჭებს. შესაბამისად, ამან აბიტურიენტები გარკვეულწილად დააბნია და ტესტში გოგო ბიჭების განლაგების პროცესი უფრო გაართულა მათთვის. აქ მხოლოდ ერთი ქულის მომატებაზე არ არის საუბარი. წარმოიდგინეთ, აბიტურიენტებმა რამხელა სტრესი განიცადეს და რამდენი დრო დახარჯეს თუნდაც იმ ერთი კითხვის მხოლოდ გააზრებასა და გაგებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. მათი თქმით, თუ ტესტებში რაიმე შეცდომა აღმოჩნდება, ისინი აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას და ამასთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებენ. და გაირკვევა, კიბათო დავდე ჩვენს იქნება ამას მიეცემა ყურადღება, რაც უნდა არ ენადოს. შესაბამის იქნია მეზობელი თუ ის არის, მათ გასაგებად გადაწყვეტა ეს რაც